რა გეგმები ჰქონდა ნაცისტურ გერმანიას საქართველოსთან დაკავშირებით? მაგაზე არსებობს ძალიან ბევრი წყარო, სხვათა შორის. რა მნიშვნელობა ჰქონდა იგივე ჰიტლერის სტრატეგიას ჩვენს ქვეყანასთან? იქ არის საუბრებია პირდაპირ, აი მაგალითად, როგორ უნდა მოიქცნენ თავიდან, იქ ინიშნებოდა გენერალ-გუბერნატორი ჩვეულებრივად და მერე ჰიტლერის ის არსებობს ინსტრუქციები, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი კავკასიაში მაგალითად, იგივე საქართველოსთან მიმართებაში. და რა იყო ეს ინსტრუქცია? ძალიან ფრთხილად იყავით თავიდანო, ეროვნული სიმბოლოებიო, რაღაცა შეურაცხყოფა მიყენება, ამას მოერიდეთო, ჯერჯერობითო, იმიტომ რომ ეს არისო, ასე ვთქვათ, სისხლის აღებით, კავკასიაზე იყო ზოგადად მათ შორის სისხლის აღებით ორსული გეშვანგერტ, ანუ ესეთი ტერმინი იყო, მხარეაო ესაო და მაინც მოვერიდოთო, სანამ ესე გერმანული ძალაუფლება ბოლომდე გამყარდებაო. შემდეგ მაშინ პოლიტიკურად რა მნიშვნელობა ჰქონდა? რამდენად სტრატეგიული იყო კავკასია? კავკასია სტრატეგიული იყო, აქ იყო მაშინდელ სოფლიოში მარგანეცის მაგალითად მანგანუმის ასეთი რაოდენობები არ იყო საბადოები გახსნილი იგივე და უშო სხვა ქვეყნებში როგორც გაბონი და ასე შემდეგ. ჭიათურის მარგანეცს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და რაც თავარია ბაქოს ნავთობი. ბაქოს ნავთობი სტრატეგიული ნედლეული იყო. ძალიან ჭირდებოდა გერმანიის იმპერიას. კიდენ გამომდინარე კავკასიაზე წამოსვლა ხომ 42 წელს ხომ რომ გადაეკეტათ ჩრდილო კავკასიიდან ბაქოს ნავთობის მიწოდება რუსული ნაწილებისთვის. მაშინ ნავთობი ესე არ იყო ციმბირი გახსნილი და ასე შემდეგ. ძალიან შეზღუდული იყო ნავთობის ისინი საბადოების რაოდენობა და ნავთობი კიდე კრიტიკულად ჭირდებოდა საბჭოთა არმიას. როგორც გერმანულ არმიას, რომელიც იმ დროს სინთეტიკური საწვავის წარმოებაც კი დაიწყეს, იმიტომ დაბომბეს იქ რუმინეთის საბადოები და ასე შემდეგ. ანუ ნედლეულს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, კავკასიას არა მარტო ამიტომ ჰქონდა მნიშვნელობა, კავკასია მოგეხსენებათ გზას ხსნის ირანზე, გზას ხსნის ზღვებისკენ და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ინტერესი კავკასიას ყოველთვის ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა და დღესაც აქვს როგორც ხედავთ, ხო? და არა მარტო იმის გამო, რაც ჩამოთვალე. ასევე შემონახულია საინტერესო ჰიმლერის და გერინგის დიალოგები ოპიუმის პლანტაციების გაშენების შესახებ კავკასიის მთიანეთში. სხვათა შორის გეგმებიც ჰქონდათ. ახლა ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ მათ კლასიფიკაციაში არ ვეკუთვნოდით არიული ხალხების ოჯახს. ანუ ჩვენ არ ვიყავით პრივილეგირებულ, ასე ვთქვათ, არიულ ოჯახში გათვალისწინებული და შესაბამისად ვექვემდებარებოდით იგივე ღონისძიებებს, როგორცაც ექვემდებარებოდნენ დაუშვათ სხვა ხალხებიც, რომლებიც არასასურველ, იგი გამრავლებულ არასასურველ მატერიალად განიხილებოდა. ეს უნდა გვესმოდეს. რაც შეეხება ახლა იმას